ესტონური კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი წელს საქართველოა. საერთაშორისო კინოფორუმის მთავარ კონკურსში ვანო ბურდულის გაყინული შადრევნების წელიწადი მონაწილეობს. ფილმი რამდენიმე სასიყვარულო ნოველას აერთიანებს. საერთაშორისო ფესტივალს კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი ჩემი ბებია გახსნის. როგორ ემზადებიან თბილისში ტალინის საერთაშორისო ფესტივალისთვის სალომე შანშიაშვილი გვიამბობს. ძალიან მოქმედების ადგილი თბილისი, მოქმედი გმირები ჩვეულებრივი თბილისელები, რომლებსაც ურთიერთობების კრიზისული პერიოდი არჩევანის ზღვარზე აყენებს. ერთმანეთისგან ერთი შეხედვით დამოუკიდებელ სიყვარულის ისტორიებს ბედის ირონია და პატარა თბილისი აკავშირებს. ვანო ბურდულის გაყინული შადრევნების წელიწადი ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. ფილმის პრემიერაც 16 ნოემბერს ესტონეთში გაიმართება. ტალინმა კანის ფესტივალზევე გთხოვა, რომ ეს ფილმი სხვაგან არსად გვეჩვენებია და მსოფლიო პრემიერა აქ შემდგარიყო. ტალინის ფესტივალი არ გამოირჩევა, ასე ვთქვათ, აშკარა პრეფერენციებით ფილმის თემატიკასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ შანსები აქვს ამ ფილმს, იმიტომ რომ კარგი ნამუშევარია. წელს ტალინის ბნელი ღამეების ფოკუსი საქართველოზე შეჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალზე ყველაზე მეტ ფილმს სწორედ საქართველოდან უჩვენებენ. წარმოდგენილი იქნება როგორც ბოლო წლების წარმატებული ნამუშევრები, ისე კინოკლასიკა. ტალინის ბნელ ღამეებს შარშან A-კლასის ფესტივალის სტატუსი მიენიჭა. ასეთი სტატუსის მატარებელ ფესტივალებზე ჩვენი ასეთი აქტიური მონაწილეობა მით უფრო, როდესაც ფოკუს ქვეყანა ვარ, ძალიან კარგი, ძალიან ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა კიდევ ერთხელ გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფესტივალის გახსნის შემდეგ, როდესაც ჩვენი მიღება გაიმართება, იქ დაახლოებით 455 სტუმარია, აქედან 200 არის კინოპროფესიონალი. გარდა იმისა, რომ ფესტივალის მაყურებელი ნახავს ქართულ კინოს, ასევე პლატფორმა იქნება ჩვენი ფილმებისთვის, რომ უკვე სხვა ფესტივალებზე წავიდეს, დისტრიბუტორებმა ნახონ, დაინტერესდნენ. 13 ნოემბერს ტალინის ბნელ ღამეებს კოტე მიქაბერიძის ფილმი ჩემი ბებია გახსნის. 1929 წელს გადაღებული უხმო კინოსურათის ჩვენებას მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გააფორმებს. ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოთარ იოსელიანის ზამთრის სიმღერა გახსნის. ესტონეთში მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე ფოკუსის პროგრამაში წელს სხვადასხვა დროის 13 ქართულ ფილმს უჩვენებენ.